რა გელით ამ ერთი კვირის განმავლობაში 29 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მოგესალმებით ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ არკანა ან ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს ამ ულამაზესი ჩემი ახალი დასტით გავაკეთოთ საჯარო გაშლა და ვნახოთ თუ რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. Ახლავე დავარიგებ თქვენთვის ვარიანტებს. ვარიანტი გვექნება სულ ორი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, რადგანაც პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი და ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. და ნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში და რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. თანაც დღეს სავსე მთვარეობა გვაქვს. აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ დააპაუზეთ. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ. და დავიწყოთ ხო ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, აბა თქვენ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. კვირის ენერგიები, კვერთხების 4-იანი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ ნეგატიური არკანი არის, მეთქი საკმაოდ პოზიტიური არკანი არის. ნახეთ, თან ვაზი არის აქ გამოსახული, ხო? ვაზის მაგვარი მცენარე ხე რაღაც კვერთხების 4-იანი არის უფრო სტაბილურობა, სიმყარე, სტაბილური შემოსავალი სხვათა შორის, სტაბილური ნაყოფიერობა. აქ მე ვიტყოდი იმას, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ აუცილებლად იგრძნობთ იმას, თუ რეალურად რამდენად მყარად დგახართ მიწაზე, რეალურად რამდენად მყარად გაქვთ შეშვებული თქვენი ფესვები მიწაში, ხო? თქვენი კარიერა, თქვენი ფინანსური ენერგია, თქვენი ურთიერთობები ადამიანებთან, სასიყვარულო ურთიერთობები, მეგობრული ურთიერთობები, ამ ყველაფრის ძალიან დიდ სიმყარესა და სტაბილურობას იგრძნობთ, გარკვეულ დაცულობას იგრძნობთ. იგრძნობთ იმას, რომ თქვენი რეალობა ბევრად უფრო მყარი არის და ბევრად უფრო დაცული არის, ვიდრე შეიძლება ჩანდეს, ვიდრე შეიძლება ფიქრობდით, ხო? ნახოთ, დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, აბა რა ელოდება პირველ ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. განსაკუთრებით სიმყარე ჩანს სასიყვარულო ურთიერთობებში, ვინცაც გაქვთ რა თქმა უნდა ურთიერთობები. რა გელოდებათ აბა ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი თასების 7-იანი. ნახეთ, რეალობა არის თასების 4-იანი. რეალობა არის ახსოვსე ძალიან ბევრი პერსპექტივებით, ძალიან ბევრი შესაძლებლობებით, ძალიან ბევრი კერძებით, როგორც ამ ფოტოზე არის გამოსახული, ხო? ფოტოზე მეთქი არკანზე უკაცრავად. მაგრამ ნახეთ, თასების 4-იანი. თქვენ შესაძლებელია ძალიან ბევრი რაღაც არ მოგწონდეთ თქვენს რეალობაში, ძალიან ბევრი რაღაცით არ იყოთ კმაყოფილი, მაგრამ ნახეთ, სტაბილურობას ყოველთვის აქვს ასეთი ორი მხარე. პირველი არის სიმყარე და ძალა, ხო? სიმყარე, ძალა, თავდაჯერებულობა, დაცვა კონკრეტული, ხო? გარკვეული შინაგანი დაცულობის შეგრძნება. მაგრამ ასევე სტაბილურობას ხანდახან აქვს ის მეორე უარყოფითი მხარე, როდესაც ჩვენ შესაძლოა ვფიქრობდეთ, რომ ვართ გაჭედილი ერთი და იგივე საფეხურზე, ვერ მივდივართ წინ, ვერ ვცვლით ვერაფერს ჩვენს რეალობაში, მაგრამ ნახეთ, მესმის რომ ბევრად უფრო მარტივი არის ეს თქვა, ვიდრე გააკეთო და მესმის რომ არ არის ასეთი მარტივი დავტყვეთ იმ ყველაფრით რაც გვაქვს, მაგრამ ნახეთ მეგობრებო, რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ სამყაროს მიმართ, მით უფრო მეც გვაძლევს ყოველთვის სამყარო. მესმის რომ ძალით ვერ დავაძალებთ საკუთარ თავს მადლიერებას და ასე შემდეგ, მაგრამ დაფიქრდით. ელემენტარული თქვენ ახლა გაქვთ წვდომა ინტერნეტთან, ხო? როდესაც უყურებთ ამ ვიდეოს. უყურებთ ან YouTube-დან, ან Facebook-დან, ან TikTok-დან, ხო? და წარმოიდგინეთ ეს წვდომა რომ არ გქონდეთ. რომ არ გქონდეთ შუქი, რომ არ გქონდეთ წყალი. წარმოიდგინეთ უბრალოდ. წარმოიდგინეთ რომ ეს ყველაფერი არ გაქვთ. თავს ცუდად იგრძნობდით, ხო? დაუცველად, ნეგატიურად. მაგრამ ეს ყველაფერი არის თქვენს რეალობაში. ამიტომაც შეძლებს დაგვარად ეცადეთ, რომ იყოთ მადლიერები და მადლობა გადაუხადოთ სამყაროს იმ ყველაფრისთვის, იმ ბრჭყალებში წვრილმანებისთვის, რაც უკვე გაქვთ. განა იმიტომ, რომ მეც არ იმსახურებთ, არა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირიქით.
პირიქით. რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ, გახსოვდეთ, მით უფრო მეც გვაძლევს სამყარო ყოველთვის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მადლიერება მოდიოდეს ჩვენი გულიდან. ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომაც გითხარით, რომ აუცილებლად წარმოიდგინეთ. და გახსოვდეთ, რომ ის ყველაფერი, რაც უკვე გაქვთ, შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო. და თქვენ ძალიან მალევე დაინახავთ იმას, რომ თქვენი მადლიერების წყალობით სამყარო გაძლევთ ყოველთვის ბევრად უფრო მეტს. გადაუხადეთ სამყაროს მადლობა და სამყარო სასწაულებით გადაგიხდით. მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენი მადლიერება უნდა იყოს გულრცხველი და არა ისეთი, რომ ახლა სამყაროს მადლობას გადავუხდი და დამეცემა თავში მილიონები. რა თქმა უნდა, არა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა გელოდებათ. პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაში. კვერთხების ცხრიანი, არკანი სამყარო, არკანი კვერთხების ტუზი. აი, როგორც გითხარით, მეგობრებო, როგორც გითხარით. არ უნდა გადაეშვათ ნეგატიურ ფიქრებში, იმიტომ რომ რაღაც მომენტებში შესაძლოა თავი იგრძნოთ ძალიან მოწყენილად, ძალიან დადგუნულად, ისე თითქოს თქვენი ცხოვრება არ იცვლება, ისე თითქოს აი მეტი მინდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები მეტი რა მინდა. მინდა ის მინდა, ეს მინდა, კი ყველაფერი მაქვს მე რაც მინდოდა აქამდე, მაგრამ ახლა უფრო მეტი მინდა. კი ბატონო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მეტი გინდათ, ყოველთვის შესაძლებელია რომ მიიღოთ მეტი. ამაში ჭვი არც კი შეგეპაროთ, ხო? მაგალითად, გინდოდათ კონკრეტული რაღაცის მიღწევა, მიაღწიეთ, მაგრამ ახლა გინდათ რომ უფრო მეტი მიიღოთ, უფრო მეტს მიაღწიოთ. თქვენი აზრით თამაში რამე ცუდი არის? რა თქმა უნდა, არა, ეს არის ჩვეულებრივი ადამიანური ამბიცია. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ რომ მიაღწიოთ ბევრად უფრო მეტს, მაგრამ პირველ რიგში ყოველთვის უნდა იყოთ მადლიერი იმისათვის, რაც უკვე არის. და ამ მადლიერებასთან ერთად, ამ მადლიერებასთან კომბინაციაში უნდა დაიწყო წინსვლა, უნდა გააგრძელო წინსვლა. აქ შესაძლებელია იყოს გარკვეული ნეგატიური ფიქრები ამ ერთი კვირის განმავლობაში, რომ აი მე უფრო წინ ვერ მივდივარ, უკვე დიდი ხანი არაფერი არ გამომდის და ასე შემდეგ. ნუ აყვებით ამ ფიქრებს. გახსოვდეთ, რომ უკვე მიიღეთ თქვენ ძალიან ბევრი რაღაც და უკვე მიაღწიეთ ძალიან ბევრ რაღაცას. გამოხატეთ და გამოაჩინეთ თქვენი პოტენციალი, იმიტომ რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს რეალობაში შემოვა ძალიან ბევრი ახალი შანსები და თქვენი რაღაც შიშების, თქვენი რაღაც შფოთვების გამო შესაძლებელია ამ შანსებზე და პერსპექტივებზე უარი თქვათ. არ თქვათ უარი. იყავით მადლიერი. იყავით მადლიერი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. პირველი ვარიანტი მესმის რომ ცოტა რთულად გასაგები შეიძლება ყოფილიყო ის რაც მე გითხარით, მაგრამ ფიქრობ ყველა მიიღებს აუცილებლად თავის მესიჯს და მეორე ვარიანტი თქვენთვის წამყვანი ენერგია გამოვიდა კვერთხების ორიანი, ეს არის დაკვირვება, ეს არის იცით როგორი მომენტი, როგორი ენერგიები, როდესაც თქვენ შეგიძლიათ რომ შეხედოთ საკუთარ თავს, საკუთარ რეალობას სხვა ადამიანის, სხვა პიროვნების თვალებით, სხვა პიროვნების თვალსაზრისით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული პიროვნების თვალსაზრისით უყურებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად გარე პერსპექტივიდან უყურებთ საკუთარ რეალობას, საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ თავს, საკუთარ პიროვნებას. ამაში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის, პირიქით ეს არის ძალიან კარგი, პერიოდულად ეს საჭიროც არის. ეს არის ის ენერგია, როდესაც თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ დაინახოთ სხვისი პერსპექტივით, აი თითქოს სხვა ადამიანი ხართ ისე, როდესაც უყურებთ თქვენს რეალობას, აი ზუსტად ამ ხერხის მეშვეობით თქვენ ხედავთ ყველაზე მეტად თუ სად მიდიხართ რეალურად, რა არის შესაძლებელი, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. ალბათ ყველას გქონია ეს შეგრძნება, უყურებთ რაიმე სახის ფილმს ან სერიალს და ფიქრობთ პერსონაჟზე, პერსონაჟი რა სისულელეს აკეთებს, ან მე ამ პერსონაჟის ადგილას ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდიო, ხო? ალბათ ყველას გქონია ეს შეგრძნება, მაგრამ საქმეზე რომ მივიდეს რეალობაში მთლად ასეთი აღარ ხართ, ხო? ჩვენ ძალიან გვიყვარს სხვების გაგიცვა, ჩვენ ძალიან გვიყვარს თუნდაც ფილმებში, წიგნებში პერსონაჟების გაკიცვა, განხილვა მათი რეალობისა,
რეალობისა უკაცრავად. ამაში ნეგატიური არაფერია, ეს ადამიანის ბუნება არის, მეგობრებო, მაგრამ აი ზუსტად ამიტომაც ვამბობ, რომ ხანდახან ჩვენ საკუთარ თავს და საკუთარ ცხოვრებას უნდა შევხედოთ გარე პერსპექტივით, სხვა ადამიანის პერსპექტივით. ამიტომაც ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ ზუსტად ასეთ ენერგიებში გხედავთ, თქვენ აუცილებლად მიიღებთ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილებას და ძალიან სწორ გადაწყვეტილებას. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანის შეყვარებულები. აი ხედავთ, რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დგებით. რაღაც გარკვეული არჩევნის წინაშე დგებით, ეს არჩევანი შესაძლებელია ეხებოდეს თქვენს ფინანსურ ენერგიას, თქვენს კარიერას, თქვენს რაღაც საქმიანობას, ხო? ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ, რომ როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, გააკეთოთ მაქსიმალურად სწორი არჩევანი და იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოთ მაქსიმალურად სწორად, მაქსიმალურად ჯანსაღად, ეცადეთ, რომ შეხედოთ სიტუაციას ისე, თითქოს ეს სიტუაცია თქვენ არ გეხებათ. ეცადეთ, რომ საკუთარ თავს მისცეთ ის რჩევა და ის რეკომენდაციები, რომელსაც მისცემთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან ახლო მეგობარს, ხო? წარმოიდგინეთ, რომ ის სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ, არის არა თქვენი, არამედ თქვენი ვიღაც ახლობლის. შეხედეთ სხვა ადამიანის პერსპექტივებით. აი ეს დაგეხმარებათ მაქსიმალურად სწორი არჩევნის გაკეთებაში და მაქსიმალურად სწორი ნაბიჯების გადადგმაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აუცილებელი არის ის, რომ ეს არჩევანი გააკეთოთ თქვენი გულიდან, ეს გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენი გულიდან და მიიღოთ თქვენს სასარგებლოდ. მნიშვნელოვანია მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ და საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის სასარგებლოდ. ნუ დააყენებთ სხვა ადამიანის ან სხვა ადამიანების აზრს, სურვილებს, შეხედულებებს და ასე შემდეგ საკუთარ თავზე წინ. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა გელოდებათ? ნულოვანი არკანი, სრულიად ახალი გზა, შეთანხმება, მოლაპარაკებები, საკუთარი პირადი საზღვრების დაცვა. მეგობრებო, შეხედეთ, აქ თითქოს ახლო წარსულში გქონდათ ან ზოგადად გაქვთ რაღაცნაირად საკუთარი პირადი საზღვრების დაცვის პრობლემები, ან გიჭირთ, ან არ აკეთებთ ამას გააზრებულად თუ გავაზრებულად, ხო? და აქ თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენ შეძლებთ, რომ ეს ისწავლოთ, შეძლებთ, რომ მეტად დაიცვათ საკუთარი თავი იმ სიტუაციებში, რომლებშიც აქამდე ვერ იცავდით. შეძლებთ, რომ დაიცვათ საკუთარი თავი იმ ადამიანებისგან, რომლებისგანაც აქამდე ვერ იცავდით, ხო? ასევე გადადიხართ სრულიად ახალ გზაზე, სრულიად ახალ ენერგიებში. განახლებული ადამიანი მოდიხართ, იცით, სრულიად განახლებული, სრულიად ახალ ენერგიებში, ბევრად უფრო თავდაჯერებული, ბევრად უფრო მეტი სტაბილურობის მქონე, უფრო მყარი ადამიანი იქნებით ფინანსურად, ასევე უფრო კომუნიკაბელური. კომუნიკაციაც ხომ ძალიან მნიშვნელოვანია და სოციალიზაციაც არა. თუ თქვენ მაგალითად გაქვთ რაღაც ისეთი სამსახური, სადაც თქვენ კლიენტების რაოდენობაზე ხართ დამოკიდებული ან კონტრაქტების რაოდენობაზე, აქ ეს ყოველივე ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება საკმაოდ ბევრი. მეც აქ ნამდვილად ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებულ ნაყოფიერ კვირას და ნახვამდის.